წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა. ასეთი ლოცვა ალბათ თითოეულს მოგისმენიათ. როგორც ჩანს, ჩვენმა წინაპრებმა ამ სითხის არსი უფრო კარგად იცოდნენ, ვიდრე თანამედროვე თესმით. 5 წლის განმავლობაში ქართველი მეცნიერების მიერ შემუშავებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონცეფცია, რომელიც ქვეყანაში წყლის მარაგს ეფუძნებოდა, ეკონომიკის სამინისტრომ ყურადღების ღირსად არ მიიჩნია. სამაგიეროდ 21 საუკუნის სიმდიდრემ, რომელიც დროების გადამღებმა ჯგუფმა მხოლოდ თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე 4-გან ნახა, ამერიკელი მილიარდელების ყურადღება მიიპყრო. ისინი წყლის მინი ქარხნების დაფინანსებაზე იმ შემთხვევაშიც მზად არიან, თუ კი ეს წარმოება სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება. მეცნიერების უხეში დათვლებით, თუ გრუნტის წყლებს ხელისუფლება ფასიან ქაღალდებად აქცევს, თითოეული მოქალაქე $285,000 მფლობელი გახდება. იგივე სქემა დიდი ხანია მუშაობს უმდიდრეს კუვეითში. მსოფლიო ბაზარზე კი წყალი მეტი ღირს ვიდრე ნავთობი. თუმცა ხელისუფლებას ეს ყველაფერი უტოპიად ეჩვენება. გრუნტის წყლით სავსე ქართული ნიადაგისა და სენსაციური პროექტის დეტალებზე დროების ჟურნალისტი თია ადეიშვილი კი ამბობთ. ამბობენ, რომ ეს მიწა სასმელი წყლის ნამდვილი საბადოა. ქვეყნის დედაქალაქის დაარსების ისტორიაც სწორედ წყალს უკავშირდება. სიცოცხლისთვის აუცილებელი და სასარგებლო მინერალებით მდიდარი ნედლეული აშკორიო, აქ ბევრია, მაგრამ მოსახლეობას ხშირად მაინც სწორია. ეს საქართველოა. ძველი ციხიდან მუხრანის ველი იშლება. წყლის ბუნებრივ რეზერვუარში სოფლელი ბიჭები გრილდებიან. იქვე ჭაბურღილიდან ბუნების მიერ გაფილტრული გრუნტის წყალი იღვრება. ამ მილიდან აღებული 1 ლიტრი წყლის საბაზრო ფასი $1-ზე მეტი ღირს. ასე რომ ნავთობი შავი ოქროა, ჰიდროლოგები წყალს თეთრ ოქროს უწოდებენ. როცა უფალი საქართველოსთვის ბუნებრივ სიმდიდრეებს არიგებდა, სიაში არ მოხდა არც ნავთობი და არც გაზი. სამაგიეროდ ჩვენი ქვეყნის მადლიანი მიწა სავსეა თეთრი ოქროთი, ბუნებრივი მტკნარი წყლებით. წყალი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ბევრად ძვირი ღირს, ამ ტერიტორიაზე უკვე 9 საუკუნეზე მეტია, ასე უსარგებლოდ იკარგება. მისი დალევა გაფილტრის გარეშე შეიძლება და იგი ამ პაპანასა და ზაფხულში საკმაოდ ცივია. ასეთი ჭაბურღილი აქ ყოველ კილომეტრშია. ამ ტერიტორიაზე სასმელი წყალი 9 საუკუნის წინ აღმოაჩინეს. მაშინ საბჭოთა დრო იყო და ეს მარაგი დიდი რუსეთის ბუნებრივი რესურსების აქტივში ჩაიწერა. საქართველოს წყლის მარაგების გვერდით კი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მონაცემებში დღემდე წერია ციფრი 0. არადა მარტო ამ ჭაბურღილიდან წელიწადში 1,5 მილიარდი წყლით სავსე ბოთლი ჩამოისხმება. აი ამ ტერიტორიაზე შეიძლება უამრავი დიდი წარმატების ქარხნას, თითქმის აი ამ დებებზე შეიძლება აშენება 1,5 მილიარდიანი წლიური წარმატების ჩამოსხმელ დამფასვებელი ქარხნის, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და პროდუქციის შექმნას. აკადემიკოსმა პაატა გიორგაძემ ღმერთის მიერ ბოძებულ სიმდიდრეზე ზრუნვა 5 წლის წინ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად დაიწყო. საბოლოოდ სასმელი წყლის რესურსების გამოყენებით საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების კონცეფცია ჩამოყალიბდა. მაშინ როცა მსოფლიოში დაფასოებულ სასმელ წყალზე მოთხოვნილება კატასტროფულად იზრდება, საქართველოში წყალი უკვალოდ და უშედეგოდ იკარგება. მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი ზაურ ციხელაშვილი ამბობს, რომ ქართული წყალი მომავალი თაობის სიმდიდრეა. საქართველოს უნდა გახდეს წყლის წარმოებელი ქვეყანა, აქტიური წყლის წარმოებელი ქვეყანა, იმიტომ რომ დღეს სოფლიო განიცდის მწვავე დეფიციტს, მოგეხსენებათ რომ სოფლიოში სასმელი წყლის დეფიციტმა გამოიწვია ის რომ 70% ინფექციური დაავადებებისა უხარისხო სასმელი წყლის მიღებით არის გამოწვეული და 30% მოხუცებულობა აქედან გამომდინარეობს. ნაადრევის სიბერე. საქართველოში აი წყლის რესურსები მართალია სახელმწიფო საკუთრებაა, მაგრამ ეს მომავალი თაობის, არა ეხლანდელი თაობის, არამედ მომავალი თაობის საკუთრებაც არის და ჩვენ გამოდის რომ ამას გავანიავებთ ამ რესურსს. ჩვენ დღეს შევჭამთ იმ მომავალი თაობის რესურსსაც. ადგილობრივები და მეცნიერები გრუნტის წყლის კიდევ ერთ ჭაბურღილამდე მანძილს ფეხით გადიან. ხეობაში ახალ ცივ წყაროს პოულობთ. სოფელი ამ წყლით არ მარაგდება, ამიტომ მოსახლეობამ სასმელი სუფთა წყალი სახლებამდე საკუთარი ხელით დიდი ხნის წინ კუსტარულად მიიყვანა. მარტო ისეთი არ არის, ბევრია ჩაყოლება და 10-12 წელი მაინც არის. თუ ყოველთვის ცივი მოდი, ზამთარზე. სადაც არ უნდა დაარტყა ამ ტერიტორიაზე მართლა ისეთისა მიწის ხანია რომ ამოდის წყალი რა.
რომად არის. ძირითადად გამოუყენებლად რჩება და ეს არწყავად, რაღაც დასალევად. წყლის ძალა მოგეცეთ საქართველოს, ღმერთმა დაგლოცოს. საქართველოს უმდიდრესი წყლის რესურსებია. გაუმარჯოს იმას, რომ ეს რესურსები პროდუქტებად გადაიქცესა და წყლის ძალა მისცეს ყველა იმ წარმოებას, რომელიც ამ რესურსებზე წარმოიმართება. ქართველი მეცნიერების მიერ შემუშავებული წყლის კონცეფცია ქვეყანაში არსებული გრუნტის წყლების მარაგის სახელმწიფოს მფლობელობაში დატოვებას გულისხმობს. ასე მოიქცა თავის დროზე იტალია და საფრანგეთი. ეს ქვეყნები დღეს მსოფლიოს ბაზარზე სასმელი წყლის მონოპოლისტები არიან. მეცნიერების გაანგარიშებით, საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ქვეყანაში არსებული მარაგის 1%-ის ათვისებაც კი საკმარისია და ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიყიდოს. წყლის ჭურჭელში ჩამოსხმა და მსოფლიო ბაზარზე გაყიდვა საქართველოს მეორე კუვეიტად აქცევს. უკვე არსებობს ამერიკელი ინვესტორი, რომელიც მზად არის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ წყლის საბადოებზე ქარხნები ააგოს და ქართული წყალი მსოფლიოს ბაზარზე გაიტანოს. ის აშენებს თავისი თანხებით, რა თქმა უნდა, ქართველების მონაწილეობით წყლის ჩამომსხმელ ქარხნებს. და ეს გარდა იმისა, რომ რეალურია, რენტაბელურია, იმიტომ რომ თუ რესურსის ფასი არის $10 ვთქვათ კუბომეტრის, პროდუქტის ფასი არის $240 კუბომეტრის. ეს 24-ჯერ მეტია და განვითარებული ქვეყანა უნდა პროდუქტი გაქონდეს. ხომ არ უნდა დავრჩეთ მუდმივად განვითარებადი ქვეყნის სტატუსს. ქართული წყლის მილსადენის მიერთების იდეა თავის დროზე ისრაელსაც გაუჩნდა. ებრაელი ინვესტორები ნედლეულის სახით წყლის 1 კუბურ მეტრში $10 იხდიდნენ, რაც მხოლოდ 1 წელიწადში ქვეყანას $1.3 მილიარდზე მეტ მოგებას მოუტანდა. მაგრამ წყლის კონცეფციის ავტორები ამბობენ, რომ წყალი მილსადენში 2000 მეტრის გავლის შემდეგ სასმელად უვერგისი ხდება. მისი ბოთლებში ჩამოსხმა კი 24-ჯერ უფრო მომგებიანია. სწორედ წყლის პროდუქტად გადაქცევას ითვალისწინებს ნაშრომი, რომელიც პაატა გიორგაძემ ზამთარში საქართველოს პრეზიდენტს გააცნო და მისგან მხარდაჭერის პირობაც მიიღო. საათნახევარები ვისაუბრეთ აი ამ თემის ირგვლივ. რა თვითონ დადებითი რეაქცია ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს ამ თემის შესახებ და უშუალოდ დაავალა ბატონ არბელაძეს, ministrs. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხია, განიხილეთ და აი თქვენი მუშაობა დაიწყო საერთო კონცეფციის განხორციელებით. მე ვიგზავნა შინაგანად, რომ არველაძე იყო რაღაც განწყობა ჰქონდა რაღაც. აი ამ თემის ირგვლივ თავიდანვე ჰქონდა ანტაგონისტური განწყობა. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა ეკონომიკის მინისტრს ამ დოკუმენტისთვის აღარ მოუცლია. საინჟინრო აკადემიის წევრმა პარლამენტარმა ბესო ჯუღელმა, რომელიც შეხვედრას ისწრებოდა, გიორგი არველაძის პრეზიდენტის დავალება რამდენჯერმე შეახსენა. საბოლოოდ კი წყალმა ისინი ერთმანეთს დააპირისპირა. არველაძე ამბობს, რომ ეს კონცეფცია ცისფერი ოცნებაა. შვეიცარიაში სამკურნალოდ წასული ჯუღელი კი ფიქრობს, რომ ეკონომიკის მინისტრს ამ პროექტის განხორციელება ქართველი მეცნიერების და თავად ბესო ჯუღელის გარეშე სურს. არაფერს ყურადღება არ მიაკეთე, პირიქით თვითონ შექმნა რაღაცა წყლის ექსპორტის ჯგუფი, რამოდენიმე კაცის შემადგენლობით, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ამ პროექტთან. მე მგონი არველაძის პირადი ინიციატივა იყო, რომ ეს მან უნდა გააკეთოს და მისმა ჯგუფმა და არა ბესო ჯუღელმა და ბესო ჯუღელის ხალხმა. ის ხო აბსოლუტურად მომზადებელი წინადადება და აბსოლუტურად მომზადებელი არარეალური რაღაცა ზღაპარი ცისფერ და ვარდისფერ ოცნებებზე. და მე ჩემი სამსახური არ არის ის, რომ მე ასეთი ზღაპრებით ვიყო დაკავებული. აბსოლუტურად არ არის ეს ცისფერი ოცნება. ეს არის რეალური კონცეფცია. ეს არის ისეთი ადამიანის გამონათქვამი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს საერთოდ წყლის რესურსებზე და წყლის სოფლიოში წყლის პრობლემებზე. გიორგი არველაძის პოზიცია ბოლომდე ნათელი არ არის, რადგან ეს კონცეფცია რომ არ არსებობდეს, ის მთავრობას თავად უნდა დაეწერა. ბუნებრივი სიმდიდრის რეალური არსებობა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. არველაძის კომპეტენციის და ბენდუკიძის მიზნების შესახებ კარგად იციან შეერთებული შტატების უმსხვილეს ბიზნეს წრეებშიც. ეს არის წერილი, რომლითაც ამერიკელმა მილიარდერმა, მსოფლიოს კაპიტალის აქტივების მფლობელმა ბარტონ გრინბერგმა და მისმა პარტნიორმა ფინანსურ საკითხებში ლეონარდ დილონ კაიჯუკამ საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს.
მასთან შეხვედრის და სააკაშვილის თანადგომის შემდეგ კი ქართველი მეცნიერების მიერ დამუშავებელი კონცეფციის 2 მილიარდი დოლარით დაფინანსება შესთავაზეს. გამოთქვამს მზადყოფნას დააფინანსონ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია პროგრამით გათვალისწინებული სრული საპროექტო ღირებულება 2,1 მილიარდი $. ბატონი ბარტონ გრინბერგი საწყის ეტაპზე ითხოვს სატელეფონო დიალოგს საქართველოს პრეზიდენტთან, რის შემდგომ განხორციელდება ფინანსური ჯგუფის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში საკითხის დეტალური შეთანხმების მიზნით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. რატომღაც სადღაც ის წერილი შესჭერდა, დაიბლოკა. რაღაც გარკვეული მიზეზებით გამო ალბათ დაინტერესებული მხარეები ახლა ვინცაც ჩანს დასკვნა თვითონ ხალხისთვის მიმინდია. ჩვენ ფინანსური პარტნიორები მოხარულები იქნებოდით ვესაუბრო და გარკვეული მოთხოვნები გავაცნოთ პრეზიდენტს. ახლა მისგან პასუხს ველით. თქვენი პრეზიდენტი პომპეზურად მოვიდა თანამედროვე პოლიტიკაში და მოხარულები იქნებით თუ ამ დიდი პროექტის განხორციელებით დაინტერესდება და ხაზს დაუჭერს მას. სოფლიოში ახლა დიდი მოთხოვნილებაა სასმელ წყალზე. ამ პროექტის რეალიზება მომგებიანი იქნება თქვენი ქვეყნისთვის. საქართველოს მდიდარია წყლით. მთავრობამ უნდა აკონტროლოს წყალი, გამოყოს თანხები, მოიძდოს რესურსები. ჩვენ მზადვართ აქტიური თანამშრომლობისთვის. ჩვენ წერილით მივმართეთ პრეზიდენტსაც და პატრიარქსაც, რადგან იგი ერის მამაა. ჩემს წერილში მისდამი პატივისცემა გამოვხატე და გულსფელი ვიყავი. ფიქრობ ამ ორი ადამიანის ძალისხმევით ქვეყანა კეთილდღეობამდე მივა. ამერიკელი მაგნატები პრეზიდენტთან შეხვედრისთვის ჯერ ისევ მზად არიან. პატა გიორგაძე კი ამბობს, რომ კონცეფციის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები $280,000 ღირებულების ფასიან ქაღალდებს მიიღებენ. ერთ სულ მოსახლეზე უახლოეს ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში წყლის ინდუსტრიის რაც ჩადებულია კონცეფციაში ერთ სულ მოსახლეზე ვღებულობთ $285,000 ფლობელია ერთი სული მოსახლე. წყალს რომ პოლიტიკა მოვაცილოთ, ის ისევ რჩება კეთილშობილ და როგორც ამბობენ ყველაზე ფაქის ნედლეულად, რომელსაც საქართველო მდიდარია. პროფესორი გურამ ბუაჩიძე საქართველოს რუქაზე გვიჩვენებს გრუნტის წყლებით მდიდარ რეგიონებს, მათ შორის კახეთიცაა. კუთხე, სადაც თითქმის ყველა სოფელში სასმელ წყალს კილომეტრებიდან ეზიდებიან. კახეთი არის განლაგებული ერთ-ერთ უმდიდრეს არტეზიულ აუზზე, რომელიც შედგება 4-5 სართულისაგან. ესე იგი, თქვენ შეგიძლიათ გაბრუღოთ ჭაბურღილი 100 მეტრიდან 110 მეტრამდე ერთი შრეარი და იქიდან მოხსნათ წყალი, მერე მეორე, მესამე, მეოთხე შეიძლება 400 მეტრამდე მიხვიდეთ. თბილისის გარეუბანში ამ წყაროს პატრონი 7 წლის წინ გამოუჩნდა. ყოფილმა პოლიციელმა უცნაური გამოცხადების შემდეგ საკუთარ ეზოში მოჩუქჩუხა წყაროს ქიმიო-ბიოლოგიური შემადგენლობა გამოიკვლია და ყურავს შაქრიან დიაბეტს, ვიზლის და ნაღლის სადენების დაავადებებს, კუთნაწლავის დაავადებებს, ბოდიში თქვენთან საშარდე სისტემის დაავადებებს, პროსტატას, პირის ღრუს დაავადებებს, ნერვულ სისტემას. მთავრობას მანაც არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ახლა ველის წყაროს წასაღებად საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიან და ამბობენ, რომ განიკურნენ კიდეც. საზღვარგარეთ მსგავს სიმდიდრეს წყლის კი არა ღმერთის ძალას უკავშირებენ და ეს ასეცაა. საქართველოში კი უფლის მიერ ბოძებული სიმდიდრით ჯერჯერობით მხოლოდ პიკასოს ბიჭები ერთობიან. ეს მათი წყალია. წყალი ყველასია და ბუნებრივია, რომ ამ უაღრესად საინტერესო თემას და კონცეფციას, რომელზეც იყო საუბარი ჩვენ სიუჟეტში, ტელეიმედი აუცილებლად განავრცობს ალბათ უახლოეს ღია ეთერში.